კინგსელებო, გილოცავთ კინგსის 2015 წლის გაზაფხულის სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველი ტურის წარმატებით გადალახვას. ოლიმპიადის მეორე ტურში გამოსულ კინგსელებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიუმჯობესონ საკუთარი რეიტინგი წარჩინებულ მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე და მოიპოვონ დამატებითი ვარსკვლავები. ხოლო ის მოსწავლეები, რომელთაც წელს პირველად მიიღეს მონაწილეობა კინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადაზე, გაწევრიანებიან საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბში და მიიღებენ 5 სარეიტინგო ვარსკვლავს. ტრადიციულად გთავაზობთ ოლიმპიადის მეორე ტურის ტესტების მიმოხილვას. განვიხილოთ მე-7 კლასის ტესტი. ტესტის ჯამრთულობაა 100. ტესტი შედგება 6 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან. პირველ სავარჯიშოში მონაწილემ ჩამოწყვეტგან უნდა აირჩიოს გამართული წინადადება. Choose the correct option. A, B or C. A. What does the word mercy mean? B. How does the word mercy mean? C. Mean the word mercy. ეს დავალება 5 საკითხისგან შედგება და 15 ქულიანია. მეორე სავარჯიშო წინდებულებს ეხება. მოსწავლემ წინადადებაში უნდა ჩასვას სწორი წინდებული. Fill in the appropriate preposition A, B or C. Are you waiting the bus? A, for, B, to, C, at. სავარჯიშო 15 ქულიანია და ის 5 საკითხისგან შედგება. მესამე დავალება წინადადებებში გამოტოვებული ადგილების შევსებას ეხება. Read the sentences below. Should be best word A, B or C for each space. მაგალითად, a new idea, great. A sounds, B smells, C speaks. ეს სავარჯიშო 10 ქულიანია და მასში 5 საკითხია. მეოთხე დავალება საუბრის შევსებას ეხება. მონაწილემ ჩამოთვლითაგან უნდა აირჩიოს პასუხის ის ვარიანტი, რომელიც ზუსტად შეესაბამება დასმულ კითხვას. Complete the conversations. Choose the best answer A, B or C. მაგალითად, would you like tea or coffee? A. I prefer a glass of juice. B. I haven't. C. Yes, it was. ეს სავარჯიშო 5 საკითხისგან შედგება და 10 ქულიანია. მეხუთე დავალება კვლავ წინადადებების შევსებას ეხება. For each sentence, choose the best answer A, B or C to complete the gap from the choices below. I. With Tom's idea about hiking. A. Agree. B. Find. C. Sing. სავარჯიშო 15 საკითხისგან შედგება და 30 ქულიანია. მეექვსე დავალება ხატოვან გამონათქვამებს ეხება. სავარჯიშოში მოცემულია წინადადებები ხაზგასმული ფრაზებით. მონაწილემ ჩამოთვლითაგან უნდა აირჩიოს სიტყვა, რომელსაც ხაზგასმული ფრაზის სინონიმური მნიშვნელობა აქვს. Choose the appropriate word to substitute the underlined idiomatic expression in each sentence below. მაგალითად, he is over head and ears in love with her. A. Completely. B. Against. C. Hardly. ეს დავალება 20 ქულიანია და მასში 5 საკითხია. რაც შეეხება ტესტის ბონუს სავარჯიშოს, ის 5 საკითხისგან შედგება და 15 ქულიანია. ბონუს სავარჯიშოში მოწმდება მართწერის ცოდნა. მონაწილემ უნდა აირჩიოს სწორად დაწერილი სიტყვა და მოიპოვოს დამატებითი ქულები. შეგახსენებთ, რომ მეორე ტურის ყველა მონაწილეს ოლიმპიადაზე გადაეცემა საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. კინგსი ყველა მონაწილეს უსურვებს მეორე ტურის წარმატებით გადალახვას და ოლიმპიადის დამაგვირგვინებელ ფინალურ ტურში მოხვედრას. ჩვენ კინგსელები ვართ და ჩვენი წარმატება საზღვრებს გარეშეა.